დღეს არის შაბათი. 30 აგვისტო საეკლესიო კალენდრით დღეს არის 17 აგვისტო 2025 წელი. და დღევანდელი დღის წმინდანების შესახებ ვისაც გვისაუბრია და ვისი წმინდა ნაწილიც გაგვაჩნია, ეს არის წმინდა ევსებიუს, რომის პაპი. ეს არის საუბარი 138. ამიტომ წმინდა ევსევის შესახებ აღარ ვისაუბრებ და მე გადავალ იმ წმინდანებზე, ვიზაც დღეს ვისი ხსენებაც არის და არ ვისაუბრია და უპირველეს ყოვლისა ეს არის ღირსი ტბელ აბუსერიძე, ჰაგიოგრაფი, ჰიმნოგრაფი, ერისათვის თავდადებული მე-13 საუკუნის წმინდანი, უფრო სწორედ შეიძლება ითქვას პირდაპირ ესე, რომ ძალიან ორი სიტყვით ყველაზე მნიშვნელოვანი დახასიათება ალბათ არის, რომ თამარის დროინდელი მოღვაწეა. თამარის დროინდელი მოღვაწეა და რა გითხრათ, ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება, უმნიშვნელოვანესი პიროვნება საქართველოს ისტორიაში და განსაკუთრებით საქართველოს ეკლესიის ისტორიაში და ტბელ აბუსერიძეს შესახებ კი მიუხედავად იმისა, რომ წყაროებში არის მოხსენებული რამდენჯერმე, მაინც მთავარი ინფორმაცია ჩვენ გვაქვს პირველ წყარო, შეიძლება ითქვას, ეს არის მისი თხზულებები. მისი თხზულებები, რომლის შესახებაც ხა ვისაუბრებთ, მე ჩამოგითვლით მათ და განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული მოსახსენებელი, სადაც თავისი ოჯახის წევრების შესახებ მას აქვს მოთხრობილი. დაიბადა აჭარის ერისთავთა აბუსერიძეების ცნობილ ფეოდალურ ოჯახში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ოჯახი იყო. ეს ოჯახი პირველად მე-11 საუკუნეში იხსენება და 4 საუკუნის განმავლობაში ამ ოჯახმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს პოლიტიკურ და საგანმანათლებლო ცხოვრებაში. მამა ყავდა ივანე, სახელი საერთოდ ამ აბუსერიძეების გვარში ხშირად მეორდებოდა. მამას ერქვა ივანე და ეს მამა თურქებმა მოკლეს და დედა ყავდა ესე წერია დიოფალი, ანუ დედოფალი ხათუთა და მამის კვლელობის შემდეგ იგი მონაზვნად აღიკვეცა. შემდეგ 6 იყვნენ, სულ 6 და-ძმა და აბუსერიძე, ვარდანი, თვითონ ტბელი, ეს არის სახელი და ამის შესახებაც მოგახსენებთ და 3 და საგდუხტი, ცაცა და ვანენი. ყავდა ცოლი. ახლა რატო ვაკეთებ ესე ჩამონათვალს? იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად მის შესახებ ესე მისი პირადი ცხოვრების შესახებ, მისი რაღაც, რა ვიცი, ცხოვრება არ არის ცნობილი. ძალიან ცოტა რამ ვიცით მის შესახებ. ხა რაც ჩამოგითვლით, ძირითადად ეს არის. მეუღლე ყავდა ბაგული ერქვა სახელად, ბაგული და ბაგულისთვის ეს იყო მეორე ქორწინება და პირველ ქორწინებაში ბაგულის ყავდა რუსუდანი, ზაქარია, ივანე, ონუფრე და ახსართან. და ტბელთან ყავდა 2 შვილი, ტყუპი ქალვაჟი, რომელიც ადრეულ ასაკში დაიღუპა. ეს ბავშვები. სავარაუდოდ ამან განაპირობა ის, რომ ის ბერად აღიკვეცა, გაშორდა ამ ცოლს, ბაგულის, გაშორდა ამ მიზეზით, რომ მან გადაწყვიტა ბერად აღკვეცა და ამის შემდეგ იგი მოღვაწეობდა უკვე მთელი ცხოვრება გაატარა
მონასტერში ხიხანის ციხე, ანუ ხირხათის მეორენაირად ესე ქვია, ამის შესახებაც ესე იგი ვისაუბრებთ, აი ხიხანის ციხეში დღესაც არსებობს, კარგად შემონახულია ეს, ნანგრევები, რა თქმა უნდა, სრული სახით არა, მაგრამ დღესაც შემონახულია ზემო აჭარაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაგებობას წარმოადგენს. აი ამ ციხესიმაგრე იყო, მან ააშენა წმინდა გიორგის ტაძარი, დღესაც არსებობს ესა და აი ეს იყო მისი შემდეგ რო აღიკვეცა სასულიერო პირი გახდა, ბერად აღიკვეცა და მღვდელმთავრობაზე არ არის ცნობილი, არ იყო როგორც ჩანს, მღვდლობა მისი აი სწორედ აქ აღესრულებოდა და აქ ესე იგი მოღვაწეობდა. რაც შეეხება ამ ხიხანის ციხეს, ეხა ამ ყველაფერს რა იმამას ივანე ერქვა, რომ ეს წმინდა გიორგის ტაძარი იყო გარკვეული მიზეზი თუ შედეგი აქვს და რაც აისახა მის თხზულებებში. და ეხა უბრალოდ ამ ხიხანის ციხეზე გეტყვით 2236 მეტრზეა ზღვის სიმაღლიდან. უნიკალური მდებარეობა აქ ფაქტიურად აი ამ ხიხანის ციხეში აბუსერის ძეები აკონტროლობდნენ ფაქტიურად არა მარტო ზემო აჭარას, არამედ ეს იყო მნიშვნელოვანესი ესე იგი სავაჭრო თუ რა ვიცი, მოკლედ მიმოსვლა იყო და ფაქტიურად აი ეს ამ ციხით კონტროლდებოდა მთელი ეს არემა. ეხლა წაგიკითხავთ, ეხლა დღეისათვის მიისვლება ამ ხიხანის ციხეზე გზა არის გაკეთებული, ბილიკი გარშემო, რომელიც კიბეებით და მოაჯირებით არის მოწყობილი, ამიტომ მოსახერხებელია ამ ციხის მონახულება. ეხლა წაგიკითხავთ ამ ხიხანის ციხეს, ხო გეუბნებთ, აი ფაქტიურად მეტი არაფერი გაგვეჩნია გარდა იმისა, რაც მისი თხზულებებიდან გამომდინარეობს. თედო სახოკია, ეს ძალიან ცნობილი პიროვნება იყო, რომელმაც აჭარაში იმოგზაურა, როდესაც იყო ამისი შესაძლებლობა, როგორც კი გაიხსნა ეს. დიდხანს თურქების ხელში იყო, ვიცით ეს ამბავი და აი თედო სახოკიას აღწერილი აქვს მაგალითად ეს ხიხანის, ანუ ხირხათის ციხე. წარმოადგენს განმარტოებულ და წოწოლა კლდეს, კარგი ქართულით აქვს დაწერილი და კარგად აქვს აღწერილი და ამიტომ წავიკითხოთ სამივე კუთხე მახლობელ კლდიდან ხრამებით მოშორებულს და მიუვალს. ზედაპირი მთისა, სამი დღიური სივრცისა იქნება და გარშემოვლებულია ქვითკრის გალავნით. ალაგ-ალაგ გალავნებს სარკმელები აქვს ჩატანებული. ერთმანეთზე მოშორებით 5 მაღალი კოშკი დგას. ეს ციხე თავის დროზე უნახავს გენერალ გიორგი ყაზბეგს 1894 წელს აკასოლა გრაფინია უაროვა. ხიხანის ციხის ფართობი თითქმის 1 ჰექტრამდეა. ციხეს ჰქონია 4 კოშკი, კედლებში დატანებულია სათვალთვალო სარკმელები. ციხის ტერიტორიაზე ბევრგან შეინიშნება სხვადასხვა დანიშნულები, შენობათა ნაშთები, როგორიცაა თონე, მარანი, ეკლესია და აი გაჩვენებთ ორი ფოტოა. აი ესე იგი ორი ფოტო წამოვიღე. აი დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ როგორია. მეტი არაფერი ფოტოები არ გაგვაჩნია საერთოდ. აი ახლოდან ესეთი. აი დღეს ესე გამოიყურება ხიხანის ციხე. და რა თქმა უნდა აუცილებელია ხიხანის ციხის მონახულება მოლოცვა განსაკუთრებით ტბელ აბუსერიძესთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამ ტბელს, როგორც მოგახსენეთ, ტბელები ტბეთის ერისთავები იყვნენ და ეს ტბეთი საქართველოში რამდენიმე ადგილზეა, ქართლშიც არის, კახეთშიც არის და თავის დროზე, სადღაც მე-8 საუკუნიდან ტბეთი და ტბელი მოიხსენება როგორც ასეთი. ოღონდ ეს ნიშნავს აი ამ თავადებს, ზოგადად ჯგუფს, მაგრამ მოგვიანებით უკვე შეიცვალა ცოტათი ვითარება და ტბელი გახდა საკუთარი სახელი.
და ასეთი პიროვნებებიც, რომელსაც ქვია ტბელი საქართველოს ესე ქართლის ცხოვრებაში მოიხსენებიან და აბუსერის ძეს, აი ჩვენს დღეს ვისაც ვსაუბრობთ, სახელად ერქვა ტბელი. ტბელი აბუსერის ძე. მისი, ესე იგი, ახლა ორივე სიტყვით მის შესახებ, მისი თხზულებებიდან გამომდინარე, მას ჰქონდა მრავალმხრივი ცოდნა და ძალიან განათლებული პიროვნება იყო. ეს ეხება როგორც ღვთისმეტყველებას, არა ასევე ეს ეხება ბუნებისმეტყველებას და ამიტომ ერთადერთი სადაც შეიძლებოდა მას განათლება მიიღო, ეს იყო თუ უცხოეთს არ ჩავთვლით, ეს იყო გელათის აკადემია და სავარაუდოდ გელათის აკადემიაში აქვს მას ეს განათლება მიღებული. შემდეგ საქართველოს კათოლიკოსის არსენ ბულმაისიმისძის ერთ-ერთ ეპისტოლეში მოთხრობილია ტბელი და მისი ძმები აბუსერი და ვარდანი როგორ ზრუნავდნენ წერლებზე, ხელნაწერების შექმნა გამრავლებაზე, მოკლედ აი ამ სფეროში ქვეყნის განათლების საკითხებზე. და ფაქტიურად შეიძლება ითქვას ესე მოკლე მიმოხილვისთვის ერთადერთი რასაც ახლა კიდევ მოგახსენებ ჩამოგითვლით მის თხზულებების დასახელებებს. ეს არის სასწაულნი წმინდისა მთავარმოწამისა გიორგისნი, აი ამ თემაზე იმუშავა ბევრი და ეს წმინდა გიორგის ტაძარიც როგორც მოგახსენეთ ამასთან არის დაკავშირებული. შემდეგ გალობანი, ნახეთ როგორი თხზულება აქვს. გალობანი სამთა იოანეთანი წინა მორბედისა, ღვთისმეტყველისა და ოქროპირისა. ესე იგი, პოეტი იყო, ყველაფერთან ერთად, რას ნიშნავს საეკლესიო პოეტი, საგალობლების ავტორი, საგალობლები რას ნიშნავს, ესე იგი. აი ესე რომ ვთქვათ, ახლა აი პარაკლისი, მაგალითად, აი პარაკლისი რო შეთხზას ადამიანმა დღეს, დაწეროს პარაკლისისთვის საჭირო საგალობლები, რაღაც ამდაგვარი თხზულება, გალობანი ეს, ანუ 9 გალობა, ეს არის სამთა იოანეთანი, ესე იგი იოანე მახარებლი, წინამორბედის ჯერ ნათლისმცემლის, ღვთისმეტყველის და ოქროპირის, აი ამ მათ მიმართ აქვს ეს შესხმა, როგორ ჩანს ეს მამასთან არის დაკავშირებული, როგორ ჩანს, ეს ვარავდია რა თქმა უნდა. შემდეგ გალობანი მწვალებელთა ყოველთა თითოეულისა წვალებისა შეჩვენებისანი. ესე იგი, საგალობლად აქვს აი ამ შეჩვენება, ეს რას ნიშნავს ახლა? ეს ნიშნავს იმას, რომ დიდმარხვის პირველ კვირას არის მართლმადიდებლობის ზეიმი. დაწესებული ეს ძველთაგან არის დაწესებული და მეშვიდე მსოფლიო კრების მერე დაწესდა ესა და აი ამ დღეს გამოდიან და ჩამოთვლეს მღვდელმთავარი, რომელი სწავლება ეკლესიის მიერ არის შეჩვენებული, ანუ არასწორად მიჩნეული. და აი ეს აქვს როგორც საგალობელი ჩამონათვალი. შემდეგ გალობანი წმინდისა ღვთისმშობლისანი სარწმუნოებისათვის მართლისა. აი ესე იგი ხო აქვს ეს შესხმა რა არ არის სწორი და რა არის სწორი ის ღვთისმშობლისადმი საგალობელია და ქორონიკონის სრული მისცა საუწყებელითა განგებითა, ეს არის თხზულება, სადაც ცელი და დაწვრილებითი საუბარი არის მაგალითად როგორ პასხალის შესახებ, ანუ როგორ ანგარიშობთ აღდგომას და კალენდრის შესახებ და ზოგადად ეს არის ახლა ძირითადი დასახელებები, თორე ამ საგალობლებში არის კიდე ყოველთა წმინდათა საგალობლები, ყოველთა წმინდათა და ესე იგი, ახლა რასაც გიყვებით, ეს თხზულებები ხელმისაწვდომია და წაკითხვა ამათი შესაძლებელი, ანუ გამქვეყნებულია. ანუ ეს ერთი დიდი ხელნაწერია, სადაც ეს ყველაფერი არის. აი ეს შემორჩა, გვაქვს ამ ხელნაწერის ნომერიც, ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება და გამოქვეყნებულია და როგორც მოგახსენეთ, აი იმ დროისათვის
ცნობილი ვინც იყვნენ წმინდანები, ყველა ჩამოთვლილი ყავს აი ამ ყოველთა წმინდათა საგალობელში, ანუ პარაკლისი ფაქტიურად. და ბოლოს რაც მინდა გითხრათ, უნდა გაჩვენოთ კიდე რაღაცა, მიუხედავად იმისა, რომ გითხარით რომ არა, ესე იგი პროფესორმა რამაზ ხალვაშმა იმუშავა ამ ყველაფერზე და არის აი ესეთი არაჩვეულებრივი წიგნი, ნახეთ. ეს არის ხატი მისი დაბეჭდილი ყბაზე და წმინდა ტბელ აბუსერისძის 8 წელი და თხზულებათა სრული კრებული. აი ეს არის წიგნის გარეკდა. ამ წიგნის მისამართ სად შეიძლება ინტერნეტში ამ წიგნის მოძიება მითითებული მექნება აღწერილობაში და მინდა გითხრათ, რომ ესე იგი ეს არის აი დიდი წიგნია და აი ფუნდამენტური გამოკვლევაა საერთოდ იმ ეპოქის, ну, რა ვიცი, რაღაც ესეთი ძალიან სერიოზული და ძალიან ღრმა და ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომია. ამით და იქ არის აი ეს ყველა მისი თხზულება, ტექსტები, როგორადაც არის დაწერილი ძველ ქართულად და მათი ახალი ქართული თარგმანი თავისი კომენტარებით. მოკლედ აი სრული და ფუნდამენტური გამოკვლევა არის და შეგეძლებათ ხელმისაწვდომია და შეგეძლებათ ნახოთ. მე კი გადავდივარ ახლა შემდეგ წმინდანებზე, დღეს ვისი ხსენებაც არის, ესე იგი და ესე იგი ეს არის მოწამე კვიპრიანე, ნიკომიდიელი და ასევე მოწამეები სტრატონი, ფილიპე და ევტიხიანი, ოღონდ ესეც ესე იგი ახლა ფაქტიურად უნდა ჩამოგითვალოთ, 303 წელია, ესე იგი ეს არის ნიკომიდია, ეს არის ნიკომიდია, რომელიც აღმოსავლეთ იმპერიის, რომის იმპერიის 303 წელია, როგორც მოგახსენეთ და რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილის დედაქალაქია ეს ნიკომიდია, ჩვენ ამაზე გვისაუბრია, მერე მოგვიანებით აი ამ დედაქალაქს იმპერატორი კონსტანტინე გადაიტანს ქალაქ პატარა სოფელ ბიზანტიაში, რომელსაც დაარქმევს კონსტანტინოპოლს. და მანამდე კი ნიკომედია და აქ არის აღმოსავლეთი იმპერიის, აღმოსავლეთი ნაწილის მმართველი და აქ ხდება ძირითადად თუ რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, მათ შორის ამ ქრისტიანების დაჟდა და წამება ძირითადად ნიკომედიაში ხდება და აი ყველანი ეს ჩვენი ცნობილი წმინდანები, წმინდა გიორგის ჩათვლით, აქ ხდება მათი წამება. ну ესენი გამოირჩეოდნენ იმით, ვინც ჩამოგითვალეთ კვიპრიანე, სტრატონი, ფილიპე და ევტიხიანი. ესენი დადიოდნენ ამ ნიკომედიაში აი ამ სახალხო რა ვიცი, წარმოდგენები თუ სპექტაკლები თუ დაჟჯები წმინდანების თუ ეს გლადიატორთა შერკინებები, მოკლედ თავყრილობები სადაც იყო რა. აი ეგ დადიოდნენ და ქადაგებდნენ ქრისტიანობას და ერთხელაც ქალაქის მმართველმა რაღაცა დიდი ის მოაწყო სანახაობა და არ მოვიდა ხალხი რა. ესე იგი, ისეთი უჩვეულო იყო ეს ხა, რომ აი სანახაობა ეწყობა, ეს ამაზე არავინ არ ზრუნავდა, რომ ხალხი მოვიდოდა. ხალხი მოდიოდა თავისით, მოკლედ და არავინ არ არის. დაინტერესდა რაშია საქმე და აღმოაჩინეს, რომ თურმე აი ამ წმინდანებს ესენი წაუყვანიათ მიიზიდეს ესენი ტაძარში მსახურებაზე და ქადაგების მოსასმენად რა. და სასწრაფოდ დაიბარეს ისინი და დაიბარეს და გითხეს რაშია საქმე, ამოთქვეს რა ეს ფუჭი რაღაც სანახაობის ნასო ჩვენ ამ ადამიანებს ჭეშმარიტ სარწმუნოებას ვასწავლით, ქრისტიანობას და ახლა რა მოვიდოდა იმ მართლს წარმოიდგინეთ და სასწრაფოდ ესენი ყოველგვარი მისი გასამართლების გარეშე წაიყვანეს ამფითეატრში, სადაც ბევრი ხალხი
შეიკრიბებოდა და მხეცებს მოკლედ დააგრეჯინეს. ოღონდ ეს მხეცები მოვიდნენ და არაფერი ხელი არ ახლის, მოკლედ ესე იგი რა ამ წმინდანებს, როგორც ხდებოდა ხოლმე და შემდეგ ბევრი სხვადასხვა წამების შემდეგ ცეცხლში, მოკლედ ცეცხლში დაწვეს ისინი. ასე აღესრულენ. არაფერი არ გაგვეჩნია მათგან. და მე გადავდივარ ახლა კიდევ ერთ წმინდანზე, ვისი ხსენებაც არის დღეს 17 აგვისტოს საეკლესიო კალენდრით. ვისი წმინდა ნაწილიც გაგვეჩნია, ეს არის წმინდაავლიპი, კიევის ყოფთაშინა დავანებულნი, ანუ კიევის პიჩორის, კიევო-პიჩორსკაია ლავრა. აი აქედან, ესე იგი, აი ამ წმინდანთა შორის გაჩვენებთ მე მის წმინდა ნაწილს და ესავლიპი, რომლის სახელი არის სრული სახელი ოლიმპიუსი, უბრალოდ შემოკლebulადავლიპი ესე არისავლიპი პეჩორელი. ანუ მღვიმელი, ეს ბევრჯერ მithქვას. ეს არის ფაქტიურად ხანდახან ესეც კი ამბობენ პირველი რუსი თუ უკრაინელი, უბრალოდ მაშინ ეს სიტყვა ესეთნაირად არ არსებობდა, კიეველი მოკლედ რა, კიევის პირველი რუსი ხატწერი. პირველი რუსი, ესე არის ცნობილი პირველი და ხანდახან დაამატებენ საუკეთესო. ყოველ შემთხვევაში ძალიან საინტერესო პიროვნება იყო და მის შესახებ მაინდა-მაინც არაფერია ცნობილი ბევრი დეტალები, მაგრამ დეტალებია, რაღაცა დეტალები არის ცნობილი მისი ცხოვრებიდან. ესე იგი წყარო, პირველ წყარო მისთვის არის პატერიკი, ეგრეთ წოდებული, კიევის მღვიმეთა შინა დავანებულთა ქართულად ესე ვამბობთ, კიევო-პიჩორსკი პატერიკ, ესე არის რუსულად, კიევო-პიჩორსკი პატერიკ. და ეს არის 34 სიტყვა ამ პატერიკში, აი პირველ უკრაინელ მხატწერზე, რომელსაც ერქვაავლიპი. ნუ რაც ვიცით ახლა მოგიყვებით, დაიბადა სავარაუდოდ 1065 წელს, 1065 წელი მე-11 საუკუნეა და გარდაიცვალა 1114 წელს. ნუ შეიძლება ითქვას სრულად ახალგაზრდა, სრულად 50 წელი არაფერი არ არის ხო? ესეთი მოღვაწე ადამიანისთვის. ესე იგი, ეს იყო არ ვიცი ქართულად როგორ ჯობია რომ ითქვას მოზაისტი თუ მოზაიკოსი. მოზაიკის მოკლედ ოსტატი, მოზაიკის ოსტატი. მოზაიკის ოსტატი რატო ეხა ამას მოგახსენებთ, ხატწერი და იუველირი. და ესე იგი მან ეს თავისი ხატწერა და ეს თავისი ხელობა, ესე რომ ვთქვათ, ისწავლა ბერძენი ხატწერებისაგან, რომელიც ჩამოიყვანა, ეხლა როგორ ჩამოიყვანა ამასაც მოგახსენებთ. მაშინ ესე იგი კიევის მთავარი იყო ვსევოლოდი, რომელსაც ნათლობაში ანდრია ეწოდა, იაროსლავის ძე. ეს იყო 1030-1093 წლებში ცხოვრობდა. ესე იგი ესე ეწოდებოდა დიდი თავადი. და ფაქტიურად ეს იყო კიევის პირველი მმართველი. და პირველი იყო ვინც სრულად რუსეთის მთავარი, აი ესეთი ტიტულით მოიხსენებოდა და მან მე სახელთან არის დაკავშირებული კიევის მიძინების ტაძრის თუ მიძინების ლავრის, კიევო-პიჩორსკაია ლავრა ესე ქვია, მიძინების სახელობის, ანუ სიონი რა, კიევის სიონი. აი ეს მთავარი ტაძრის აშენება არის დაკავშირებული ამ ვსევოლოდის სახელთან. და ძალიან უნდოდა ვსევოლოდს, რომ იმ დროისათვის, იმ დროის შესაფერისად მაქსიმალურად ეს ტაძარი ყოფილიყო, გაწყობილი მაქსიმალურად ეს ტაძარი ყოფილიყო, მოკლედ აი გამშვენებული რა და
ამისათვის მოინდომა კონსტანტინოპოლიდან ხატწერების ჩამოყვანა და მას უნდა რომ მოზაიკით ყოფილიყო, მოკლედ მოზაიკა ყოფილიყო ამ ტაძარში. რაც საუკეთესო იყო, ის უნდა რომ გაეკეთებია და ნახეთ რა მოხდა. თეოდოსი და ანტონი, ესენი არიან აი ამ კიევის ქვაბთა ლავრის დამაარსებლები ამ მონასტრის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კიევო-პეჩორსკაია ლავრა. აი ამ ლავრის დამაარსებლები არიან თეოდოსი და ანტონი და ახალი გარდაცვლილები იყვნენ მაშინ 10 წელი, გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ ესენი გამოეცხადნენ კონსტანტინოპოლში აი ამ ჯგუფს, ხატწერების ჯგუფს და უთხრეს, რომ წამოდით კიევში და მოხატეთ ეს ტაძარი და აი სწორედ არ ვიცი ხა ზუსტად აწერი ამ სეულოდმა ამ გამოცხადების შემდეგ თუ მოკლედ ეს ორი რამ ერთმანეთთან კავშირშია და სეულოდმა ჩამოიყვანა ეს ჯგუფი ხატწერების ჩამოიყვანა კიევში აი ამ ტაძრის შესამკობად მოსახატად და მოზაიკით გასაკეთებლად და ამ დროს ესავლიპი ცნობილი ოჯახიდან იყო და ამ ოჯახმა ძალიან მოინდომა რომ აი ამ ჩამოსულ ბერძენ ხატწერებს მიებარებინათ მათთვის მიებარებინათ მათი შვილიავლიპი რომ მათგან ესწავლა ხელობა მაგრამ აქ მოხდა ესეთი საოცარი რამ ესე იგი ეს თავარი თემაავლების ცხოვრებაში ეს არის სასწაულები და ესეთნაირად არის მისი ცხოვრება გადმოცემული მოკლედ აი ამ სასწაულების აღწერით და პირველი სასწაული რომელიც მოხდა მის ცხოვრებაში როდესაც ის ეხმარებოდა ამ ხატწერებს და როდესაც მათ ეს ძირითადი კომპოზიცია ტაძრის გუმბათში გააკეთეს ხოლო წმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია წარმოიდგინეთ მაცხოვრის გამოსახულება და ღვთისმშობლის ბაგეთაგან გამოფრინდა მტრედი რაც ამან დაინახა და ეს მტრედი შეფრინდა იესო ქრისტეს ბაგეებში შიგნით აი ეს დაინახა და ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ამ გამოცხადებამ ეს გამოცხადება იყო რომელიც მან ნახა რომ ფაქტიურად ამან განაპირობა შეიძლება ითქვას მისი ცხოვრება და ამის შემდეგ თლიანად თავისთავი მიუძღვნა აი ამ ხატწერას და რას აკეთებდა იცით ამ ტაძრებს ხო ხატავდა და ძირითადად ხატების შექმნით იყო დაკავებული ხატებს აკეთებდა და ყველას ეუბნებოდა და თხოვდა რომ თუ სადმე ძველი ხატი იყო და რესტავრაცია ჭირდებოდა ის ამ ძველი ხატების რესტავრაციას აკეთებდა შემდეგ ესე იგი რაც მის შესახებ არის ცნობილი ეს არის რომ ძირითადად სასყიდელს არიღებდა ხატების დახატვაში უანგაროდ აკეთებდა და ესე იგი არასოდეს არ ეზარებოდა ამის კეთება და ძირითადი მისი საქმიანობა იყო ხატწერა ძირითადად ესე იგი აკეთებდა ამ ახალ და ძველ ხატებს მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც რაღაცა დრო და დრო შემოწირულობა თუ რაღაც თანხა უგროვდებოდა რასაც ძირითადად სამად ქონა გაყოფილი ერთი ესე იგი რომ ის ყიდულობდა საღებავებს ფუნჯებს რაც ხატწერას დაფებს რაც ჭირდება 1/3 ამ თავისი ძირითადი თანხის ამას იხარჯავდა 1/3 გლახაკებს ურიგებდა და მხოლოდ 1/3 იყენებდა თავისთვის და აი ასეთი გულმოდგინე ესე იგი სახურებისათვის ფაქტიურად იგი მონასტერში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა და იღუმენი მაშინ იყო ამ მონასტრის წინამძღვარი ნიკონი რომელიც იყო ერთ-ერთი დამაარსებლის ანტონის სულიერი შვილი და აი ნიკონმა ჯერ იყო და ბერად აღკვეცა და შემდეგ მან მიიღოავლიპი მიიღო სამღვდელო ხარისხი ანუ მწირვების ჩატარება შეეძლო. ეს უნდა გაჩვენოთ ახლა ერთი ფოტო ეს არის აი ეს დღეს როგორ გამოიყურება ეს არის მიძინების ტაძარი აი ამ კიევის ლავრაში ესე გამოიყურება თუმცა მინდა გითხრათ რომ როდესაც სეულოდმა ეს ტაძარი ააშენა ახლა ეს მიმსგავსებულია მაქსიმალურად
ჯერ კიდევ აი მაშინ შემოსევების დროს, სადაც იყო ეს მოზაიკა და ეს მოხატულობა, ბევრჯერ დაზიანდა ძველ დროშიც და ბოლოს მეორე მსოფლიო ომის დროს ესე იგი მთლიანად დაინგრა. ნუ რაღაცა ერთი-ორი კედელი დარჩა ამ ტაძრისგან და ეს ახლა რაც გაჩვენეთ, ფაქტიურად ახალი აღდგენილი ტაძარია და ფაქტიურად რა თქმა უნდა იმ ძველი მოზაიკიდან არაფერი არ გადარჩა სამწუხაროდ. ნუ ასევე შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ორი ხატი, აი ამ რომელზეც ამბობენ, რომ შეიძლება არისავლიპის გაკეთებული, ეს არის პანაღია ორანტის პოზა, ესე ეწოდება ამას. აი ეს არის ღვთისმშობლის გამოსახულება ერთი, რომელიც ტრეჭაკოვის გალერეაში ინახება და ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი აი ამ თეოდოსის და ანტონისთან ერთად. აი ეს. და აი ეს ორი ხატი არის მხოლოდ შემორჩენილი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ნუ არ არის გამორიცხული, რომ მისი შესრულებულია, მოკლედ. აი ეს არაფერი არ შემორჩა საერთოდ. რა თქმა უნდა, არც გამოსახულება, თუმცა ამაზე მისი მე ბოლოში გაჩვენებთ. ნუ ეს არის ძირითადად. ეხლა პატერიკში არის აღწერილი სასწაულები. აი ეს სასწაულებია მთავარი, მოკლედ ამავლების დასახასიათებლად. და პირველი არის ძალიან საინტერესო, რაც მე მაგალითად არ გამიგია არასოდეს.ავლები იყო მკურნალი. უერწყლო მკურნალი და მოკლედ ყველა ვინც მოდიოდა მასთან, მათ სასწაულებრივად კურნავდა. ახლა როგორ კურნავდა, ეს არის საინტერესო. ნუ იქ დაწვრილებითაც არის, მინდა გითხრათ, რომ დიმიტრი როსტოველს აქვს არა დაწვრილებით მისი ცხოვრება აღწერილი, ოღონდ შემკობილი აქვს სხვადასხვანაირი ციტატებიც ავტოწერილიდან, ამიტომ ამ ცხოვრებას არ წავიკითხავთ ესე პირდაპირ. მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა დეტალები აქვს აღწერილი. როგორც ჩანს გადმოცემით, მოკლედ ესე იგი ერთი არის ის, რომ კეთროვანი განკურნა ვიღაცა ცუდი ის იყო რა ქვია, თავადი ამპარტავანი და მოკლედ ის დაისაჯა რაღაცნაირად და ბოლოს შეინანა და ბოლოს მოხვდა ამ ავლებისთან. საშინელი ის ქონდა, კეთრი ხო კეთრი, თავისთავად საშინელება, მაგრამ კიდევ ჩირკის დიოდა ამ კეთროვანი წყლულებიდან. და ესე იგი აქ გააკეთა და მე ამას იმეორებდა. რა გააკეთა, იცით? ეს აღებავები ხო, ნუ ეს ქვავდა ამ მინერალებს, რაღაც ამზადებდა თვითონ ამ აღებავებს თვითონ და მოკლედ თავის აღებავები ფუნჯით წაუშვა იმ ადგილებში, საიდანაც ეს ჭრილობები ქონდა. და მე უთხრა წადი და განიბანეო და ისიც იმანო განიბანა, ნუ აბსოლუტურად განკურნებული. შობიდან ბრმა განკურნა ესე და საერთოდ ვინც მასთან მოდიოდა, ფუნჯით ამ აღებავებს უსვამდა და მოკლედ ესე კურნავდა ადამიანს. ეს ერთი. მეორე. ესე იგი მეორე სასწაული ესეთი მოხდა. ვიღაც მორწმუნე, დიდგვაროვანი იყო კიეველი, რომელმაც მოინდომა ძალიან ახალი ტაძარი ააშენა მან და მოინდომა ხატები ამ ტაძრისთვის და ამ კიევის ამ ლავრაში ვიღაც ორი ბერი იცნობდა გონი თუ რაღაც, მოკლედ ამ ბერებს უთხრა, რომ იქნებავლიპისთან გაიაროთ, ნუ ესავლიპის სახელით განთქმული ხატვერი იყო უკვე და გაიაროთო კონსულტაციაო და მოკლედ ეს ხატები იქნებ გამიკეთოთ და იქნებ თვითონავლიპის დააწერინოთ და 7 დაფა მიუტანა და საკმაოდ დიდძალი შემოწირულობა ესე. ნუ ეს ბერები აღმოჩნდათ თაღლითები. ანუ ვერცხლის მოყარეობის სენმას ძლიათ ესე იგი და ჩაიჯიბეს მოკლედ ეს ფული მიითვისეს და რა თქმა უნდა არავის არაფერი უთხრეს. ნუ გავიდა ეხა რაღაც დრო და ეს კაცი დაინტერესდა ეხა სად არის მის ხატები, 7 ხატი აქვს შეკვეთილი დიდი დაფები და რაღაც. რა თქმა უნდა არავითარი ხატები არ არსებობს. მაგრამ ამ ბერებმა უთხრეს რომ რა არისო, ესავლიპიო კიდე ითხოვსო ფულსო. კიდე ითხოვსო ამ ვერცხლსო და
მოკლედ ეს ფული უნდა მოიტანო და კაცმაც რა გაეწყობოდა და კიდე ერთი იმდენი მიუტანა რა. და რაღაც დრო რო გავიდა ამბერებმა ეხა რაღაცა ეს ხარსებობს ესე რომ მადა ჭამაში მოდისო რა და შეუთვალეს რა რომ ეს ავლეპი ორზავარზეაო რა და ერთი იმდესო რაც შენ ფული გაქვს მოტანილიო ეს ვერცხლი ერთი იმდეს კიდე ითხოვსო და ეს კი ახლა და გაუგვირდა ამას და რაღაცა ხა გაუგია თან ეს რომ ავლეპის ერთ ფულს აღიღებს და რაღაცა და მოიტანა მოკლედ ეს ფული მოიტანა ეს ფული და ну, მოკლედ რაღაც იმედი აქვს რა რომ ეს ხატები ექნება და რაღაც დრო კიდე გავიდა და ну, მოვიდა ესა და ამათ მაჩვენეს ეს წარელი დაფები. რა ვქნათ, აი გაჯიუტაო ავლეპიო და არაკეთებსო რა ფული მითვისა და არაკეთებსო და ну, ეს ძალიან დამწუხრდა ეხა ეს კაცი. იმიტომ რომ ხა ერთი ის არის რომ ფული გადაიხადა, მაგრამ მეორე ის არის რომ ну, ხა არ არის ხა მონასტერში არ ელოდება ხო ესეთ რაღაცას თან ავლეპისგან კაცო ეს ცნობილი ხალწერია უკვე და რაღაცა და მივიდა ნიკონთან. წინა მწვართან ამიღომენთან და უთხრა ესე და ესეო საქმე. ну, ხა ეს ნიკონიც ხა ძალიან ხა რაკნას არჯერა ხა ავლეპი არ მოიქცეოდა, მაგრამ ეს კაციც ხა წესერი კაცია, ძალიან ცნობილი პატივსაცემი პიროვნებაა და სასწრაფოდ დაიმარა ეს ავლეპი და უთხრა რა არის ავლეპი. რას ნიშნავს ესო? ფულს იღებდა ხატებს არაკეთებო? ესე იგი ეს ავლეპი გაოგნდა საერთოდ ვერ ხვდებიო რას მელაპარაკებიო. რას ვერ ხვდებიო აი ამ კაცმა ფული გადაიხადაო. შენ კიდე ხატები არ დაუხატეო. მოთხრა რომ აი წარმოდგენა არ მაქვს რას ლაპარაკობ. რა ფული რა ხატები, აი პირველად მესმისო რა. ხო და ეხა რა უნდა ქნან ეხა. თან ეხა ხო გეუბნებით ეს ავლეპი ძალიან უკვე ცნობილი და ავტორიტეტული ხატწერია და კარგია აბა ნახოთო და ესე იგი გააგზავნა. ну ეხა ეს კაციც იქ არის თან. გააგზავნა ესე იგი მორჩილები რომ ეს დაფები მომიტანეთო, ვაჩვენოთო და ისინი მოიყვანეთო ის ორიო. ხო და რომ წავიდნენ ამ დაფების მოსატანად და რომ მივიდნენ ამ დაფებთან. ეხლა ესენი გაშტერდნენ რა, გაუგნდნენ საერთოდ ეს გაგზავნილები, რაღაც არაჩვეულებრივი ხატებია ზედ დახატული. 7 ხატი. ну, დიდი დაფებია. რაღაცა გადასარავი რაღაც ხატებია რა. და მოიტანეს დიდი სამბით ეს ხატები და შემოიტანეს და ну, ახლა აქ იღუმენი გადაირია ეს ავლეპისაც გაუკვირდა, მე არ ვიცი ამ ხატებთან არაფერი შეხება მქონიაო და ეს კაციც კი გადაირია, გაუხარდა რაღაცა და მოკლედ ну, ესე იგი რა გამოდის, რომ სასწაულებრივად დაიხატა ამ დაფებზე ეს ამ ავლეპის გამო რა. ხო და ეხლა რა მოხდა? მოიყვანეს ეს ორი, რომელთაც არაფერი არ იციან ეხლა ეს რა მოხდა და ეს ორი მოიყვანეს და აიო, ავლეპიო, ხო მოგეცითო ის ფულიო, პირზე დაადგენ რა პირდაპირ. რატო არ დახატეო ხატები? აი ეს პატიოსანი კაციო, ამისი შეკვეთაო, არიციო? ეხლა არ თქვაო რომ არაფერი არ იციო ამის. ესენი ელაპარაკებიან ამას და ესენი ეხლა გაუგნებულებით განა ყველანი უყურებენ ამათ, იმიტომ რომ ამათ არ იციან ჯერ ეს ხატები დახატულია რა. ხო და როდესაც ამათ ეს ხატები აჩვენეს. ну, იქ კი ნამდვილად აი ყველაფერი გაირკვა რა. ამათი თაღლითობა რაღაცა ну, დადასტურდა მოკლედ ეს ყველაფერი რა და გამართლდა ავლეპი. თორე წარმოიდგინეთ, ეხლა ორი კაცი ადგება პირზე და ეხლა მიდი და გადაწყვიტე, ვინ არის მართალი, ეს ვინც წამებს თუ ეს ვინც ამბობს, რომ არ ამიღე არაფერი ფული რა და ცუდი სიტუაცია, ძალიან მაინც ეჭვის რჩება რა. მოკლედ ეს ორი გააძევეს მონასტრიდან, ჩამოართვეს ქონება და ну, ამხილეს, ნიკონმა ამხილა ეს ორი ბერი და გააძევა. ეხლა ესენი კი გააძევეს, ამან წამოიღო ეს ხატები. თავისი ხატები ბედენიერმა და ესენი კი გააძევეს, მაგრამ ესენი ისეთი უტიფრები აღმოჩნდნენ, რომ
დაიწყეს კიევში, ქალაქში, ხალხშიავლიპიზე ლაპარაკი, რომ აიავლიპი მესეთი რამე გააკეთა და ჩვენ დავხატეთ მერე ეს ხატებიავლიპიმ რო არ გააკეთა, ჩვენ დავხატეთ და თუ არ ჯერა წადით ახლა ტაძარში და ნახეთ და რაღაც და მოკლედ ესეთ რაღაც ჭორებს ავრცელებდნენ ამავლიპიზე მაინც. და ამ ჭორებმა მიაღწია ამ სევოლოდამდე, მთავრამდე და მან მოინდომა ამ ხატების ნახვაცავლიპის. იმან ნამდვილი ამბავიც გამოიკვლია, სინამდვილეში როგორ იყო, მაგრამ მაინც რაღაცა ნაწილი ხალხის დაიჯერა და დარჩა ესე რა. და მოკლედ დარჩა ეს ჭორი ესეთი რამეა რა, ეს თელი სამება რომ ვიღაცა იჯერებს, ვიღაცა არ იჯერებს, ამიტომა საშინელი. და მოხდა ესე ამბავი, რომ კიევში გაჩნდა ხანძარი და რაღაცა ნაწილი ქალაქის დაიწვა და მათ შორის დაიწვა ეს ტაძარი, რომელიც ამ კაცმა ააშენა და რომელშიც ეს 7 ხატი ინახებოდა. და დაიფერფლა საერთოდ ბოლომდე დაიწვა და ეს ხატები აი სრულებით უნებელი გადარჩა. სრულებით უნებელი და აი ამის შემდეგ კი უშუალოდ ამ შეულოდმა მოინახულა ეს ხატები და ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მას ამ ხატებმა, რომ აქედან ერთი ხატი მოითხოვა, თავისთვის ღვთისმშობლის ხატი და გააგზავნა ეს ხატი როსტოვში, სადაც მას ჰქონდა თვითონ ტაძარი აშენებული როსტოვში, ქვის ტაძარი და აი ამ ტაძრისთვის მოითხოვა. და გადააბრძანეს ეს ერთი ღვთისმშობლის ხატი იქ, მაგრამ იქაც მოხდა რაღაც ესეთი, რაღაც მიწის რა იყო, რაღაც მოკლედ ჩამოინგრა თაღი და ეს ტაძარი ძალიან დაზიანდა, მაგრამ ამ ხატს არაფერი არ დაემართა, მიუხედავად იმისა, რომ მოყვა პირდაპირ ამ ნანგრევებში ეს ხატი, საერთოდ არაფერი ნაკაცრიც არ ჰქონდა და ბოლოს გადააბრძანეს ხის ტაძარში დროებით ხის ტაძარში გადააბრძანეს, სანამ ახალი ტაძარი აშენდებოდა და იმ ტაძარშიც მერე გაჩნდა ხანძარი. და იქაც კიდევ ერთხელ გადარჩა ეს ხატი, რაღაცა ნაკაწრები გაუჩნდა მხოლოდ ამ ხანძრის შემდეგ. და მოკლედ ეს ხატი დარჩა, ოღონდ ხო გეუბნებით, აი დღემდე ფაქტიურად არსებობს აი რაღაც ეს ვერსიები, მაგრამ ერთადერთი ეს ღვთისმშობლის ხატი მე გაჩვენეთ, რომელიც დღეს ტრეცაკოვის გალერეაში ინახება, რომელიცავლეპის მიეწერება რა. და ბოლოს უნდა მოგიყვეთ კიდევ ერთი სასწაულიავლეპის შესახებ. ვიღაცა ისევ მორწმუნე დიდგვაროვანმა ადამიანმა მოკლედ შეუკვეთაავლეპის პირდაპირ უშუალოდ უკვე ღვთისმშობლის ხატი მიძინების დღესასწაულისათვის, მასაც ესე ტაძარი ჰქონდა აშენებული, აი ტაძარში უნდა რომავლეპის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის ხატი ყოფილიყო მიძინების დღესასწაულისათვის. ძალიან ცოტა დრო არ იყო, მაგრამ არც ბევრი ძალიან რა დაავლეპიმ თქვა რომ კი აიღო ეს შეკვეთა, გავაკეთებ, მაგრამ ძალიან ავად გახდა მერეავლეპი. ძალიან ავად გახდა და ეს კაცი ძალიან ნერვიულობს, ახლა რამდენჯერმე მოვიდა და რაღაცა და ვერ ხატავს ეს დაიწყო ხატვა რაღაცა, მაგრამ არ გამოდის, იმიტომ რომ ჩავარდნილია რა და ბოლოს ეს კაცი მოვიდა ძალიან შეწუხებული რა. ესე რომ ცოდნოდაო, სხვას დავეთყოდიო, ხო აიღეო კაცო, ხო შენ პირდიო და ამან უთხრა რა გავაკეთო? მე ხო არ ზარმაცობ და თავცა რაღაცა უთხრა. მე გამოცხადება მქონდა უკვე, რომ მალე გარდავიცვლებიო. და იმან თქვა, კაი გარდაიცვლები, მაგრამ მე რა ვქნა კაცო, ძალიან შევრცხვებიო მიძინების დღესასწაულზე, რომ ღვთისმშობლის ხატი არ ეყოსო რა. ძალიან უხერხული იქნება რა. ამ ხელა დღესასწაული ჩატარდეს.ავლეპი მუთხრა, რომ რაღაცა უკვე 2 დღე არა დარჩენილი. ხო და თუ წინა საღამოა საერთოდ ამ მიძინების და იქნება ეს ხატი.
და ეს კაცი რო წავიდა, მოვიდა ვიღაც ახალგაზრდა კაცი ავლებისთან, რაღაც ესეთი ნათლით შემოსილი თუ რაღაც ისეთი არიან ადამიანები რო ანათებენ და რაღაც არაჩვეულებრივი და მოვიდა და პირდაპირ შევიდა მის ოთახში და მივიდა ამ დაფასან და დაიწყო ძალიან სწრაფად ხატვა. დაავლეპის ეგონა რომ ამან ამ კაცმა გამოაგზავნა ხატწერი ვიღაცა. ხო და გამოაგზავნა ხატწერი და ის ეგონა რომ ის ხატწერი ხატავს, მაგრამ რო უყურებს თან წევს ახლა ეს ბერდგება და უყურებს ამას და კაცო რაღაცა ძალიან სწრაფად ხატავს და ძალიან კარგად ხატავს და რაღაცა ესე და მიხვდა რომ ეს არ არის ადამიანი. რო ესე იგი ეს არის ანგელოზი. ნუ აი 3 საათში დახატა ეს ბებელთელა ხატი 3 საათში დახატა. 3 საათში დახატა და მე მოუტრიალდაავლეპის დევნება რომავლეპიო რამე შენიშნა ხო არა გაქო. იქნებ რომ რაღაცა ისე ვერ გავა. და როგორ იცით ოქრო დააფინა დაფაზე და ოქროზე დახატა და ნუ რაღაცა ისეთი გადასწარავი წინვალე ხატი ანათებს რა ეს ხატი და შეიძლება რაღაც ისე ვერ გავაკეთეო. შენ რო გინდოდაო დაავლეპეუნება არ არის ამბობ. ესე იგი ეგეთი კაი ხატი არც მინახავს. და ეს რო უთხრა ეს ანგელოზი და ხატი გაუჩინარდე. ამ კაცმა მოკლედ თელეგრამი გაატარა ლოცვაში და სინანულში. და ესეთ რამეს ამბობდა რომ ეტყობაო ჩემი ცოდვების გამო და რო ხა ესეც ხო ხა ხედავს რომავლეპის ბრალი არ არის. და ეს უდიდესი პიროვნება ესავლეპი კვდება რა. ამ მიძინების ღამეს. ხო და ჩათვალა რომ ეს მისი ცოდვების გამო იყო ეს ყველაფერი. და ტელეგრამი ამ საშინელ სინანულში გაატარა და დილით გამთენიისას აფთიშოვლის მიძინების დღესასწაულზე გამთენიისას მივიდა ტაძარში. რაძერვის დაწყებამდე აღსარება ეთქვა და შენდობა მიიღო რა უდლისგან. და შედის ამ ტაძარში და რას ხედავს? რომ თავარ ადგილზე ცენტრალურ ადგილას რო შედიხარ ტაძარში ეს ბებელთელა ხატი ანათებს რა. თავიდან ეგონა რომ ეს რაღაც ის იყო ეშმაკის მანქანება რა რაღაცა რომ მოჩვენება ეგონა თავიდან. მაგრამ მე მივიდა ამ ხატთან. ახლოს. და ხედავს რომ ნამდვილი ხატია რა. წარმოიდგინეთ რა დაემართებოდა. აუგნებული ესე წავიდა სასწრაფოდ გაიქცა სახლში და მოიყვანა ეს თავისი ძოლშვილი, მოიყვანა სტუმრები და ნუ ჩატარდა ეს წირვა. საერთოდ საოცარ სიხარული დღესასწაულია რა ნამდვილი. და როგორც კი ეს წირვა დამთავრდა, წავიდა ისევ ამ მონასტრის იღუმენთან ნიკონთან. წავიდა ნიკონთან და მოუყვა ეს ამბავი. ესეთი რაღაცა მოხდა. ნუ ნიკონი მიხვდა რომ იქ მით უმეტეს რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. მიხვდა რომ ღვთის ხელია ამაში ამ ყველაფერში და წავიდა ამ ადამიანთან ერთად, წავიდაავლეპის მოსანახულებად.
ავლები კი კვდება უკვე რა, ნახევრად გასულია უკვე, აღარ არის ამ ქვეყანას. და მიუხედავად ამისა, რომ უკვე თითქმის გარდაცვლილია რა, უკვე რაღაცა. ნიკოლმა უთხრა, რომ ავლები მოგვიყევი რა მოხდა. და ავლები სხვათა შორის აბსოლუტურად ჩვიდად, დალაგებულად უთხრა, რომ აი ესე და ესე რა მოვიდავეს. და ეს ამბავი მოყვა, რაც ახლა სინამდვილეში ავლების მეტმა არავინ იცოდა, რომ 3 საათში დახატა ანგელოზმა ეს ხატი. დაუთხრა. ეს ანგელოზია ხო ცაკარიო. ვინც ეს ხატი დახატა. და მოვიდა ჩემს წასაყვანად. და მართლაც ესე იგი რამდენიმე წუთში ამის შემდეგ ავლები აღესრულა რა. და ეხლა ეს ანგელოზი კი ამათ ვერ დაინახეს, მაგრამ ანგელოზმა წაიყვანა ავლების სული. დიდი პატივით დაკრძალეს შემდეგ ავლები. წესი აუგეს როგორც წესდარი კი ყველაფერი და აი ამ ანტონის ახლო მღვიმეები ესე ქვია, ანტონის მღვიმეებში დაკრძალეს. ეს არის 1660 წლის ესეთი ხატი არის მისი რა ქვია ამ კიევის პეჩორის ლავრის მოღვაწე მამათა ხე ესე არის და ეს ადრეც მიჩვენებია და აი ამ ხეზე არის ეს არის აი ავლების გამოსახულება და კიდე მე-19 საუკუნის ეს ახლა ძალიან პირობითი არა ინფორმაციული ხატია, ბევრჯერ მithქვამს ეს კიევის პეჩორის მამების ესეთი გამოსახულებები არსებობს მოკლედ. და ბოლოს ახლა მე გაჩვენებთ აი სად არის მე მედია რომ ჩანს ხო? აი სად არის ავლების წმინდა ნაწილი. ეს არის კიევის პეჩორის ხატები კიდეა ზეიდან, მაგრამ აი ავლები, აი თიცვადები. აი ეს არის ავლები. პატარა ნამცეცი გაგვეჩნია. ავლები ხატს. და შეგვეციოს ამოდიდესი წმინდანის მადლი და შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი წმინდანების შესახებ დავასრულეთ საუბარი, მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ ესე იგი გარემოება. გარემოება გვაქვს. საქმე ის არის, რომ მე მithქვამს თქვენთვის, რომ წელს რაღაც ისეთი შემაჯამებელი წელია და ფაქტიურად ძირითადად ნასაუბრები მაქვს ბევრ წმინდანზე, მაგრამ ზოგზე არა. ოღონდ შაბათის, ესე იგი კვირის წმინდანებზე ნასაუბრები მაქვს, ამიტომ აღარც ვახსენებ ყველაზე ხვალინდელ წმინდანებზე, მაგრამ შემდეგ კვირაში, ანუ ორ შაბათს არის ხსენება წმინდა პატერნის, ორ შაბათს არა, წმინდა არის მაგნუსის ხსენება, ორ შაბათი არის 19 აგვისტო საეკლესიო კალენდრით და კიდევ 2 დღის მერე 21 აგვისტოს არის წმინდა პატერნის ხსენება, წმინდა პატერნის. ამ წმინდანების შესახებ ეხლა ვარ მოგიყვეთ, შემდეგ ძალიან შორს გადაიწევს და რამდენიმე წლის მერე მოუწევს შაბათს, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ შაბათი არ არის, ამ წმინდანების შესახებაც მინდა გესაუბროთ და ძალიან მნიშვნელოვანი წმინდანები არიან ესენი. ესე იგი, ძირითადად, მთავარი წმინდანი, ვიზეც უნდა გესაუბროთ, რომლის ხსენებაც არის, ესე იგი, ორშაბათ 19 აგვისტოს, ეს არის წმინდა მაგნუსი. ანანიესი ქვია, ანანიელი, ქალაქია იტალიაში ეს ანანი, აი ამ ანანის ეპისკოპოსი არის. ესე იგი, ეს მაგნუსი. და ძირითადად ეს ამბები ვიცით, ამ შემთხვევაში ენციკლოპედიისთვის რგებლეთ, წმინდანთა ენციკლოპედია იტალიურ ენაზე გაგვეჩნია და იქიდან ვიღებთ ამ მასალებს. 14 ტომია. ეს არის მე-10 ტომი. იქ არის ამის შესახებ. მოკლედ მოგიყვებით ახლა ამ ამბავს. თუმცა მაინც უნდა დავიწყო პატერნის
პატერნიდან, მიუხედავად იმისა, რომ პატერნის ხსენება 2 დღის მერეა, ანუ 21 აგვისტოს არის, მაინც პატერნიდან იწყება ეს ამბავი. პატერნიდან იწყება და ხა რატო მოგიყვებით, ხა არ არის დიდი ამბავი მაინც და მოგიყვებით მოკლედ. მოკლედ ეს პატერნი ცხოვრობდა ალექსანდრიაში, ეგვიპტეში. და ნუ იქაც რაღაც დევნა იყო თუ მოკლედ თუ არ იყო დევნა, მაგრამ ეს არის ლაპარაკი ძირითადად დეციუსის პერიოდია, ეს დეციუსი 2 წელი იყოს რაღაც იმპერატორი და ბევრი სიგლახე მოასწრო მოკლედ. ხო და მოკლედ ეს პერიოდია და ამან გადაწყვიტა პატერნმა, რომ ეს იყოს ხო ჩვენს ადრეც ქონია წმინდანები მთელი მსოფლიოდან, მაგალითად აბდონი და სენენი ესპანიდან, სპარსეთიდან რაღაც მოდიოდნენ ხოლმე სპეციალურად რომში, იმისათვის რომ მოციქულებისთვის, პეტრესა და პავლესათვის თაყვანი ეცათ მათი წმინდა ნაწილებისათვის და ეს პატერნი სწორედ წამოვიდა ალექსანდრიიდან, იმისათვის რომში ჩამოსულიყო და მოკლედ რომ ჩამოვიდა იტალიაში, სანამ რომამდე მივიდოდა, მე უნდა გაჩვენოთ, ესე იგი ახლა ესე იგი ეს რაზე გვაქვს ძირითადად ლაპარაკი, რომ წარმოდგენა გქონდეთ. აი ეს ანანი არის აი ამ ადგილას, ეს იტალიის რუკაა. აი ხედავთ. აი ეს არის ანანი, რომლის ეპისკოპოსიც იყო ეს მაგნუსი. არა, უფრო სწორედ, ეხლა მოგახსენებთ ყველაფერს. ეს არის ტრანი ქალაქი, რომელიც დღეს კიდე დაგვჭირდება, აი ტრანიდან იყო წარმოშობით ეს მაგნუსი და ამ ტრანის ეპისკოპოსი იყო სინამდვილეში. და აი ფონდი. აი ფონდიც აქვეა რა, მოკლედ აი ეს ადგილია. რომი ცოტა ზემოთ არის, უფრო შუა ნაწილშია რომი. მოკლედ რომამდე არ მისული რა. რომამდე არ მისული, აი ამ ადგილებში ხდება ეს ამბები. მოკლედ ეს სანამ მივიდოდა რომში დასახლდა ამ ფონდიში, ეს პატერნი ფონდიში დასახლდა, იმიტომ რომ იქ გამოქვაბულები იყო, რაღაც გამოქვაბულები, სადაც მოსახერხებელი იყო გაჩერება, ცხოვრება და ამ პატერნმა შეძლებული პიროვნება იყო, როგორც ჩანს, ააშენა ტაძარი აქ. ააშენა ტაძარი და რაღაც სახლიც ააშენა თავისთვის და მოკლედ ჯერჯერობით, დროებით დასახლდა აქ ეს პატერნი. სხვა შორის არ არის მითითებული, მან მოახერხა თუ არა რომში ჩასვლა და მე ვფიქრობ აუცილებლად მოახერხებდა. და ალბათ წავიდა და მე დაბრუნდა ისევე და აქ გაჩერდა ამ ფონდიში მოკლედ. საქმე ის არის, რომ აი ეს და რა მოხდა? მაგნუსი ჩამოვიდა ამ ქალაქში, ეს ეპისკოპოსი მაგნუსი, რომელიც იყო აი ამ ტრანიდან, ქალაქი რაც გაჩვენეთ სადაც არის, მოკლედ აი ამ ტრანში იყო ეს ეპისკოპოსი, დაბადებული იყო იქაური ტრანელი იყო და იქ გახდა ეპისკოპოსი, მე ხა მაგნუსზე რო გადავალთ მოგიყვებით, აი ამ ტრანის ეპისკოპოსის მემკვიდრე გახდა, რომელმაც საერთოდ მონათლა იგი მაგნუსი. მოკლედ ეს მაგნუსი, ეხა ჯერ ფონდიზე ვსაუბრობ, იმაზე უკაცრავად ამ პატერნზე ვსაუბრობთ. მოკლედ ეს მაგნუსი ჩამოვიდა ამ ფონდიში, იმიტომ რომ იქ დევნა იყო ქრისტიანების და ესეც წამოვიდა რომში პეტრეს და პავლეს წმინდა ნაწილების თაყვანისაცემა და აი ამ ფონდიში გაჩერდა. ეს რო შევიდა, ეს მაგნუსი რო შევიდა ფონდისთან სახლში, ნუ ესე იგი ესე წერია რომ ეს სახლი შეიძრა, იმიტომ რომ ვინც ყველა მიცოდა რომ მაგნუსი მოდის, უდიდესი პიროვნება იყო და ყველა მუხლებზე დაეცა და აი ამ ყველას მუხლებზე დაცემით სახლი შეერყა, წარმოიდგინეთ ესეთი ის იყო და ნუ ამ მაგნუსის მოსვლა შეიტყვეს ამ სახელმწიფო მოხელეებმა, დეციუსის და ვალერიანის, შემდეგ დეციუსის მერე ვინც იყო იმპერატორი მაგათი დრო არის და შეიპყრეს და მოკლედ აი ესე რომ ვთქვათ, შეიპყრეს და აწამეს და აღესრულა ეს მაგნუსი აი ამ დროს. ოღონდ მაგნუსთან არის დაკავშირებული კიდე წმინდა სეკუნდინას ამბავი და ამ სეკუნდინაზე ხარ შევჩერდები, იმიტომ რომ სეკუნდინაზე გვისაუბრია ჩვენ, ეს არის 209 საუბარი. ეს ამბები მოყოლილი მაქვს მე. სეკუნდინა როგორ მონათლა
როგორ მონათლა მაგნუსმა მოაქცია გზაში რომ მოდიოდა და მონათლა შემდეგ ეს სეკუნდინა მაგნუს რო ეძებენ ესენ ახლა ხო შეიპყრეს ეს მაგნუსი და აი ამ მაგნუსის საძებნელად წარმოსულმა ჯარისკაცებმა მოკლედ გზაში სეკუნდინას გადაეყარენ და რო აღმოჩნდა რომ სეკუნდინას ქრისტიანია ეს შენთვის მოვიცლითო უთხრეს და საპროპილის ჩააგდეს და 5 თვე დაავიწყდა საპროპილეში და 5 თვის მერე აწამეს ამიტომ სეკუნდინას ხსენება ცალკე თუმცა ეს ერთი ჯგუფია და მოკლედ მოვიდნენ ეს მაგნუსი შეიპყრეს აწამეს და პატერნი ესე იგი პატერნი დაიმალა თუ რაღაცა მოკლედ და 2 დღის მერე ესე იგი როდესაც მან მაგნუსი დაასაფლავა 2 დღის მერე შეიპყრეს პატერნი და ამიტომ მოკლეს რა თქმა უნდა და ამ პატერნის შესახებ მოკლედ ეს არის რაც ვიცით და 21 აგვისტოს არის ხსენება პატერნის. ეხლა რა ხდება ამ 19 აგვისტოს გადავიდეთ ესე ჩვენ მაგნუსზე. მოკლედ რაც შეეხება ესე იგი მოკლედ ამ მაგნუს მოკლედ მაგნუსი ადრეულ ასაკში ჯერ კიდევ ნუ კი ცნობილი ოჯახიდან იყო, მაგრამ მაინც ოჯახს ეხმარებოდა. მაგნუსი იყო მწყემსი ადრეულ ასაკში, ანუ ახალგაზრდობაში. და ნუ რაღაც ცხვრის ფარა ყავდა საკუთარი და ну ძალიან მოწყალე ადამიანი იყო ეს ახალგაზრდა მწყემსი, გაჭირვებულებსაც ეხმარებოდა და მამის სახელია ცნობილი აპოლონიუსი და პირველი ეპისკოპოსი ამ ტრანის ქალაქ ტრანის ესეც ხო გაჩვენეთ უკვე რუკაზე იყო რედენტო. აი ეს რედენტომ მოაქცია მოკლედ მამაც, შვილიც და მონათლა და ეს ისეთი გულმოდგინება გამოიჩინა მაგნუსმა რომ ამ რედენტომ დაიახლო ესეც წმინდანია ეს რედენტოც დაიახლოვა და შეასწავლა ესე იგი ეს მსახურება შემდეგ აკურთხა ну როგორც წესდარიგია დიაკვნად და ბოლოს ეპისკოპოსათაც დაასხა ხელი და რედენტოს გარდაცვალების შემდეგ აი ამ ტრანის ეპისკოპოსი გახდა მოკლედ ეპისკოპოსი ამ მეორე ეპისკოპოსი იმ ტრანის. თუმცა უკვე ისეთი დევნა დაიწყო აი ამ დეციუსის დროს, დეციუსი და ვალერიანე როგორც მოგახსენეთ მისი გამგრძელებელი და ისეთი დევნა დაიწყო, რომ იძულებული გახდა ეს ტრანი მიეტოვებინა. ტრანი მიეტოვებინა და წამოსულიყო ესეც წამოვიდა რომში წამოვიდა წმინდა პეტრესა და პავლეს თაყვანისაცემად და ბოლოს სანამ რომში მივიდოდა იმ ფონდიში შეხვდა იგი პატერნს და აი აქ გაჩერდა ესე იგი გაჩერდა და მოკლედ დასახლდა ამასთან და ცოტა ხანი მოკლედ აქ იყო და გადაგებდა ეს აი ამის შემდეგ იყო როდესაც მოვიდნენ ეს ჯარისკაცები მის შესაბრობად შეიპყრეს და ესეთი რაღაცა უთხრა ამ მაგნუსმა რომ ცოტა დრო მომეცითო რომ ვილოცო რა და მე 3 დღე ითხოვ და მისცეს ეს 3 დღე მისცეს და იგი აი ამ ტაძარში ლოცულობდა 3 დღე ილოცვა და გარდაიცვალა. ამიტომ მოწამედ ითვლება და რომ მოვიდნენ ეს ჯარისკაცები რატო ითვლება მოწამედ ხა კიდე ნუ ესე იგი ეს კი ფონდიში მოხდა ეს ყველაფერი მაგრამ ანანელი წმინდანი ესე მოიხსენება ეს მაგნუსი ფონდის ანუ პატერნი უფრო ფონდის მაგრამ ეს მაგნუსი ანანის რატო იმიტომ რომ ესე იგი ესენი რომ მოვიდნენ ეს ჯარისკაცები აი ხა მეგეთი რამეც არ გამიგია მაგალითად რა სულ ხო ვიძახით რომ რაღაც ახალი არის ამ წმინდათა ცხოვრება უცნობი რა მოკლედ რომ მოვიდნენ და ნახეს გარდაცვლილი ეს რომ აღესრულა მოცვაში. ძალიან გაბრასდნენ ამაზე რა.
ძალიან, იმიტომ რომ იმპერატორის ბრძანება იყო, რომ შეეყო, წამოეყვანათ რაღაცა და მოკლედ ეს აი ამ ანანისთან ახლოს იქ რაღაც ადგილი იყო და იქ გადაიტანეს ამისი სხეული და მკვდარს მოკვეთეს თავი. მოკლედ აი ესეთი რაღაცა გააკეთეს. საოცრება რა. და ამის შემდეგ იყო რომ მოკლედ ამ პატერნმა დაასაფლავა და ეს პატერნი შეიპყრეს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ამ ანანიში ესე იგი ეს ასეთნაირად მოკლედ მკვდარს თავი მოკვეთეს. ამის შემდეგ ეს კი დაასაფლავა მან, მაგრამ ამ ქალაქს ამ ანანის რთული ის ქონდა, ბოლოს მოგვიანებით ეს სარაცინები შემოესიენ, მუკა ერქვა ამათ მეფეს თუ ბელაც თუ ვიღაცას მოკლედ ამ სარაცინების და ტაძარი, რომელშიც ეს დააბრძანეს, ეს ფუნდის უკაცრავად ამ ანანის კათედრალზეა ლაპარაკი. ქალაქ ანანის უნდა გაჩვენოთ ეს საოცარი ტაძარი. მოკლედ ეს იყო ტაძარი და კრიპტა, ანუ ქვედა სართულზე იყო ძვალჩესალაგი თუ რა ვიცი, მოკლედ კრიპტუს ნიშნავს ლათინურად დაფარულს. ანუ ეს კრიპტა აი ამ კრიპტაში დაასაფლავეს. კრიპტაში იყო დასაფლავებული ეს მაგნუსიც და პატერნიც, ხო და მერე მოგვიანებით უკვე. ნუ მაინც ეს მაგნუსის კრიპტა ესე ერქვა და მოკლედ ამათმა ეს ტაძარი ამ სარაცინებმა გამოიყენეს თავლად. და ნუ იცოდნენ რომ იქ მაგნუსია დასაფლავებული, ეს ყოფილი გასაგები იყო, მაგრამ ცხენები შეიყვანეს და დილით რომ მოვიდნენ ეს ცხენები დახუცილების სულ. და ამ მუკიმ თქვა რომ ეს აი ამ მაგნუსის ბრალია ყველაფერი და ამ მაგნუსის სხეული გამოიტანა ტაძრიდან და გადააგდო ხრამში. მაგრამ მერე მუკი ჭკვიანი კაცი იყო ეთყობა რა. ნუ ცუდი ჭკუა ქონდა. მერე დააბრუნა უკან ესა და თქვა რომ რატომ გადავაგდო. ესო ამ მოსახლეობისთვის ხო წმინდანიაო და დააწესა გადასახადი. რა გადასახადა, ესე იგი რომ თუ გინდათო რომ ეს მენა ნაწილები დაგიბრუნოთო, ოქროს ფული მოკლედ და დიდი გადასახადი იყო, ძალიან დიდი გამოსასყიდი უпроსოდ გადასახადი კი არა და მოკლედ ამ ანანელებმა ეს ფული შეაგროვეს. ნუ რაც შეეძლოთ ყველაფერი და მისცეს ამას და ამის შემდეგ ისევ ამ კრიპტაში დააბრუნეს მისი სხეული. მოკლედ ესე იგი ეს არის ძირითადად ისტორია, ხო და აი ხა უნდა გაჩვენოთ რაღაცა გასაოცარი ამ ბოლოსთვის ვინახავდი ამ ყველაფერს. ნახეთ, აი ეს არის, ნუ ფასადი ამ ტაძრის, ეს არის ამ ანანის კათედრალი და აი ხა უნდა გაჩვენოთ ეს საოცრება. ეს არის კრიპტა. აი ნახეთ, როგორ გამოიყურება. აი გასაოცარი ამბავი. რა მოხატულობაა შიგნით, ნუ აი უამრავი ფრესკები გადასარევი. მაგრამ ეს თვითონ ეს კრიპტა დღეს ესე გამოიყურება ყოველ შემთხვევაში. და ნუ სანამ თვითონ მაგნუსის გამოსახულებას გაჩვენებთ, ეს არის კიდევ ტრანიში მერე მოგვიანებით აშენდა მისი სახელობის სააბატო. ანუ მონასტერი. მაგნუსის სახელობის და საერთოდ მინდა გითხრათ რომ დღემდე ძალიან სულ ახლახან 2000 წელს ტრანიში დაარსდა სამრევლო, იმიტომ რომ ეპისკოპოსმა დაარსა, იმიტომ რომ ჩვენი თანამოქალაქეაო და ნუ მოკლედ ეხა კიდე თავიდან აურძინდა აღდგა უფრო მისი ხსენება. აი ხა უნდა გაჩვენოთ ესე იგი ამ კრიპტაში რაც გაჩვენეთ. აი ახლოდან როგორი მხატვრობაა. აი ეს არის. აი ეგ არის ეს ანანი, ესე იგი ეს მაგნუსი გამოხატული და ეხლა გადადებულს გაჩვენებთ ამას. აი პეტრე და პავლე, იოანე ღვთისმეტყველი იქი და შუაში ეპისკოპოსის შესამოსლით არის მაგნუსი. ეხლა მაგნუსს გაჩვენებთ გადადებულს. აი ამით უნდა დავამთავროთ დღეს ჩვენი საუბარი მაგნუსის შესახებ. აი ეს არის მაგნუსი. ნუ ეს თანადროული არ არის ცხადია. მაგრამ ეს არის მხატვრობა
1104 წელს დაიწყო ამ კრიპტის მოხატვა. ეხლა კი გაჩვენებთ საკმაოდ დიდი ფრაგმენტები გაგვაჩნია. ეს არის მისი პატერნის, აი ნახეთ რა ხელა. აი ეს არის პატერნის წმინდა ნაწილი. აი ესე გამოიყურება. ეს არის მაგნუსის, ესეც საკმაოდ დიდი ფრაგმენტია. აი ესე გამოიყურება, აი ეს. და სეკუნდინასაც გაჩვენებთ, ნაჩვენები კი მოქვს ეს. აი სეკუნდინას პატარა ნამცეცი გვაქვს პატარა. აი ესე. და ალბათ ეს ხატი რო შეიქმნება ამათი სეკუნდინაც ამ ხატზე იქნება, თუმცა მისი ხსენება მე როგორც მოგახსენეთ არის მოგვიანებით. ნუ ძირითადად ეს არის, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს არის რაც არ გვისაუბრია, ეს არის ევსებიუს, რომის პაპი, ეს არის 138 საუბარი, დღეს არის 17 აგვისტოს საეკლესიო კალენდრით, აი 17 აგვისტოს არის ხსენება, ღირსი ტბელ აბუსერიზის აგიოგრაფის და ჰიმნოგრაფის ერისათვის თავდადებული ესე ეწოდება. შემდეგ წმინდა კვიპრიანე ნიკომიდიელი, წმინდა ავლიპი პეჩორელი ხატწერი და მოწამე პატერნი ფონდიდან და წმინდა მოწამე მაგნუსი ანანიელი ეპისკოპოსი. აი ამათ შესახებ გქონდა ჩვენ დღეს საუბარი, შეგვეწიოს ამ წმინდანების მადლი. მე კი დღეს ამითი დაგემშვიდობებით. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.